გამარჯობა. ეს არის პოდკასტი მშობლებისთვის, რომელსაც მანამ უნდა მოусმინოთ, სანამ თქვენი შვილის სკოლაში ბოლო ზარი დაირეკება. მე ვარ მეგი კავთუაშვილი, პოდკასტის ავტორი და ძალიან გამიხარდება თუ გამოიწერთ ჩემს არხს და ისე განაგრძობთ მოსმენას. მას უნდა ვისაუბროთ სკოლაში მოსწავლეების მხრიდან დისციპლინურ დარღვევებზე და დავამსხვრიოთ მითი, რომ მოსწავლეს ყველაფრის უფლება აქვს და მასწავლებელს არაფრის. აქვე გეტყვით, რომ პოდკასტის წარმდგენია My Comfort Home, ეს არის ჭკვიანი მოწყობილობების ვებ-პორტალი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ჭკვიანი საკეტი სადარბაზოსთვის, თქვენი სახლის კარისთვის, ასევე ვიდეო ზარი, ვიდეო კამერა, თერმოსტატი და სხვა თანამედროვე მაღალი ხარისხის ტექნიკა, რა თქმა უნდა, გარანტიასთან ერთად. ყვირილი, ბავშვების ცემა და ღირსების შემლახავი მოპყრობა, როგორც სხვა ყველა სივრცეში, ისე სკოლაშიც არის აკრძალული. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზრდასრულებს და მათ შორის მასწავლებლებს უფლება არ აქვთ შენიშვნა მისცენ ბავშვს, ან დაელაპარაკონ, ან დატუქსონ, ან საყვედური გამოუცხადონ, ოღონდ ისე, რომ მისი პატივი და ღირსება არ უნდა იყოს შელახული. თითქოს ახლა ისეთ რაღაცას ვამბობ, რაც ყველამ ვიცით და 2x2 4-ია, მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ რატომ იწერება ყოველი მეორე კომენტარი ჩემი ვიდეოების ქვეშ იმაზე, რომ ბავშვებს ყველაფრის უფლება აქვთ და მასწავლებლებს აღარაფრის. აი ზუსტად ამ კომენტარებმა მაიძულა, ასე ვთქვათ, რომ ჩამეწერა ეს ვიდეო და დეტალურად განმეხილა, რა ბერკეტები აქვთ პედაგოგებს და ამით მინდა, რომ ასე ვთქვათ, ჯანსაღი დისკუსია ერთის მხრივ წამოვიწყოთ და შინაარსიანი დისკუსია დავიწყოთ ამაზე და მეორეს მხრივ წერტილი დავუსვა ჩემს ირგვლივ კომენტარებს და საუბრებს იმაზე, რომ თურმე ბავშვებს აქვთ ყველაფრის უფლება და მასწავლებლებს არავინ აღარაფერს ეკითხება. სინამდვილეში ბავშვებისთვის შენიშვნის მიცემა და საჭიროების შემთხვევაში საყვედურის გამოცხადება თუ სხვა სახდელის დაწესება მასწავლებლის პირდაპირი მოვალეობაა. არათუ უფლებაა, მოვალეობაა. თუ მასწავლებელი ხედავს, რომ მოსწავლე წესრიგს არ ღვევს და ამაზე არ რეაგირებს, ის თავად ხდება დისციპლინის დამრღვევი. ეს არ არის ჩემი მოგონილი, ასე გვიწერია კანონმდებლობაში და ცოტა ხანში მოგახსენებთ კონკრეტულად სად ნახოთ ეს ჩანაწერები. აი მაგალითად, თუ მასწავლებელი ხედავს, რომ გაკვეთილზე მოსწავლე ტელეფონით ერთობა, მასწავლებელი ვალდებულია, რომ ამაზე მოახდინოს რეაგირება. თუ მასწავლებელი ხედავს ამას და რეაქცია არ აქვს, ის თავად არის ამ დანაშაულის თანამონაწილე. მოსწავლესთან ერთად მასზე შეიძლება იმსჯელოს დისციპლინურმა კომიტეტმა და მასაც გამოუტანოს განაჩენი, რაც შეიძლება იყოს შენიშვნა, საყვედური ან რაიმე მსგავსი ერთი შეხედვით მსუბუქი, მაგრამ არც ისე სასიამოვნო სახდელი, როცა ეს ეხებათ ხოლმე განსაკუთრებით პედაგოგებს. ეხლა გეტყვით, სად წერია ეს ყველაფერი? წერია კანონმდებლობაში, წერია ზოგადი განათლების შესახებ კანონში, წერია განათლების მინისტრების სხვადასხვა დროს გამოცემულ ბრძანებებში და რა თქმა უნდა წერია სკოლის შინაგან აწესში, რომელიც ჩვენი კანონმდებლობის ნაწილია. მე რა რომ სკოლის შიდა დოკუმენტია, ესეც არის კანონმდებლობის ნაწილი. მაგალითად, ზოგადი განათლების კანონში გვიწერია, რა უნდა იყოს გაწერილი შინაგან აწესში, ხო? და ნებისმიერი სკოლის შინაგან აწესი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სკოლას სხვადასხვა შეიძლება ჰქონდეს, აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს და ითვალისწინებს კიდეც ზოგადი განათლების შესახებ კანონს და კანონის მოთხოვნებს და ასევე განათლების მინისტრების სხვადასხვა დროს გამოცემულ ბრძანებებს. ამ ბრძანებების მოთხოვნებს, ანუ სხვანაირად შინაგან აწესი ვერ იქნება გამართული, თუ არის წინააღმდეგობაში ამ კანონმდებლობასთან. ერთ-ერთი ასეთი ბრძანება არის განათლების მინისტრის ბრძანება ნომერი 6N, სადაც დეტალურად არის გაწერილი, რა ითვლება მოსწავლის მხრიდან დისციპლინურ გადაცდომად და რა სახდელები უნდა დაეკისროს მოსწავლეს, თუ კი ამ დარღვევებს ჩაიდენს. აი მაგალითად, მოდით განვიხილოთ კონკრეტულად, ზოგადად რო არ ვილაპარაკოთ, ჯერ დავიწყოთ ზოგადი განათლების შესახებ კანონით. დასაშვებია მოსწავლის გაფრთხილება, მკაცრი გაფრთხილება, გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დროებით დათხოვნა, მოსწავლისთვის სკოლისთვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება, ასევე სკოლიდან გარიცხვა საშუალო საფეხურზე. ოღონდ სასჯელის გამოყენება აქვს თავისი წესები და არ შეიძლება ბავშვის დასჯა სამართლიანი წესების გარეშე. იმიტომ შეიძლება მივიღოთ ამით ბევრად უფრო უარესი შედეგი და ბევრად უფრო დიდი დანაშაული ჩავიდინოთ ზრდასრულებმა, ვიდრე ბავშვმა მოახერხა, რომ დაეშავებინა. ასევე დაუშვებელია სასტიკი და ღირსების შემლახველი სახდელების გამოყენება. მასწავლებელი სკოლაში მარტო არ არის. სკოლას ყავს ადმინისტრაცია, ყავს მანდატური,
ყავს ან მანდატურთან გათანაბრებული პირი, აქვს სააპელაციო კომიტეტი და მანამდე აუცილებლად ყავს დისციპლინური კომიტეტი. და ეს ადამიანები ერთობლივად უნდა მუშაობდნენ პირველ რიგში მოსწავლის დისციპლინური გადაცდომების პრევენციისთვის და შემდეგ უკვე საჭიროების შემთხვევაში რეაგირებდნენ იმ დარღვევებზე, რაც შეიძლება რომ ბავშვმა ჩაიდინოს სკოლაში. ბავშვის მხრიდან დისციპლინურ გადაცდომაზე ივსება ეგრეთ წოდებული ოქმის სახელით არის ცნობილი, მაგრამ სინამდვილეში ამას ქვია დარღვევის აღრიცხვის ფურცელი, რომელიც იტვირთება მანდატურის თუ სკოლის მხრიდან ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ნამდვილად იტვირთება ელექტრონულ პორტალზე და ინახება მანამ, სანამ ბავშვი სკოლაშია. გარდა ამისა, თუ ბავშვმა ჩაიდინა სამართალდარღვევა, ანუ ნახეთ, დისციპლინური გადაცდომა კი არა, სამართალდარღვევა. ასეთ შემთხვევაში სკოლა და მანდატური აუცილებლად ატყობინებს ამ ინფორმაციას და საქმეში ერთვება სამართალდამცავი უწყება პოლიციის სახით. კიდევ ერთი რაც უნდა ვიცოდეთ აუცილებლად, იმ შემთხვევაში, როდესაც იწყება დისციპლინური დევნა ბავშვის მიმართ, სკოლა არის ვალდებული, რომ მშობელი ჩააყენოს საქმის კურსში. თუ მაგალითად დროებით დაითხოვს ბავშვს სკოლიდან, მშობლის ინფორმირება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს და სანამ მშობელი გამოცხადდება ადგილზე, ან მიიღებენ მისგან დასტურს, ბავშვი უნდა ყავდეს საკუთარი მზრუნველობის ქვეშ. ამ ყველაფერს ყვები იმიტომ, რომ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ბავშვის დასჯა ჩვენი საკუთარი სურვილის მიხედვით, იმის მიხედვით, ვთქვათ, როგორ წყვეტს ჩვენი მორალი და ეთიკა, თუ რას იმსახურებს, ბავშვი ამის მიხედვით არ უნდა მოხდეს, ანუ წესებს უნდა იცავდეს ყველა. მე მგონია, რომ ზოგ ადამიანს აი ზუსტად ეს წესები აშინებს და არ მოსწონს და ერთულება და სწორედ ამიტომაც ამბობენ, რომ ბავშვებს ყველაფრის უფლება აქვთ. ბავშვებს კი არ აქვთ ყველაფრის უფლება, უბრალოდ ზრდასრულებს ეზარებათ თუ ერთულებათ აი ამ წესების დაცვა და უნდათ რომ თავიანთი ინტერპრეტაციების შესაბამისად მოხდეს მოსწავლეების დასჯა. მაგრამ ეგრე არ გამოვა, რა თქმა უნდა. კიდევ რამდენიმე წესი მინდა რომ გითხრათ, მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს, სკოლიდან 5 დღემდე ვადით ბავშვის დათხოვნის უფლება აქვს სკოლის დირექტორს, 5-დან 10 დღემდე ვადით სკოლიდან დათხოვნის უფლება აქვს დისციპლინურ კომიტეტს ფარული კენჭისყრით და ასევე სკოლიდან გარიცხვის უფლება აქვს დისციპლინურ კომიტეტს, ასევე ფარული კენჭისყრით უბრალოდ მხოლოდ საშუალო საფეხურზე. დაწყებით და საბაზო საფეხურზე ბავშვის სკოლიდან გარიცხვა არ შეიძლება. ახლა გავყვეთ რა ტიპის დარღვევაზე, რომელი სასჯელი შეიძლება იქნას გამოყენებული. უმეტესად ამ ინფორმაციას, როდესაც გაწვდით, ვეყრდნობი რამდენიმე სკოლის შინაგანი წესი დავამუშავე, ისეთი სკოლების, რომელთა ხელმძღვანელობასაც ვიცნობ როგორც კარგი პრაქტიკის მქონე პროფესიონალებს, შენიშვნა შეიძლება გაიცეს ყველაზე მსუბუქი დარღვევისთვის, აი მაგალითად გაკვეთილზე ტელეფონის გამოყენება, გაკვეთილზე რეგულარულად, მაგრამ უმიზეზოდ დაგვიანება შეიძლება გახდეს, ან თუ თამბაქო აღმოუჩინეს ბავშვს ჯიბეში თუ ჩანთაში, ეს შეიძლება იყოს შენიშვნის საფუძველი. ასევე ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რომ აი რა შეიძლება მოხდეს, თუ ბავშვი ფორმას არ ჩაიცვამს. აი ეს შეიძლება მოხდეს, რომ შენიშვნა შეიძლება გამოუცხადონ მას, ახლა სხვა რამეს ვერ იზამენ. ტანსაცმლის გამო ბავშვის სკოლიდან ვერავინ ვერ გარიცხავს და ერთ-ერთი რაც შეიძლება რომ მოხდეს, ეს არის, რომ შენიშვნა გამოუცხადონ ბავშვს. მეორე ეს არის გაფრთხილება, მეორე ფორმა სასჯელის. მაგალითად, გაკვეთილის ჩაშლა ან თვითნებურად დატოვება, ასევე რაღაცა მცირედი ქონების დაზიანება, რომელსაც რა თქმა უნდა მშობელი ანაზღაურებს, ან სკოლაში არაფხიზელ მდგომარეობაში მისვლა, ან სხვა მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ მოსწავლეს მიეცეს გაფრთხილება, აქ საუბარი არის ოფიციალურ გაფრთხილებაზე, რომელსაც დისციპლინური კომიტეტი გამოსცემს და არა უბრალოდ რომ ვეტყვით, რომ მეტჯერ ესე აღარ მოიქცე, ეგ არ არის გაფრთხილება. არსებობს კიდევ მკაცრი გაფრთხილება, იმ შემთხვევაში თუ მოსწავლემ სხვა მოსწავლეს სცემა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ან სკოლის დოკუმენტაცია დააზიანა, ასევე სხვისი ნივთი დააზიანა, ან დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი, ესეთ შემთხვევაში მკაცრი გაფრთხილება გამოიყენება. კიდევ ორი ფორმა, ეს არის საყვედური და სასტიკი საყვედური, ნებისმიერი ნივთის მიტანა სკოლაში, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას სხვა ადამიანების, ან ალკოჰოლის მოხმარება სკოლაში. სკოლაში თუ დალევა გამართეს, ეს შეიძლება გახდეს სასტიკი საყვედურის გამოცხადების საფუძველი. კიდევ ერთი სასჯელი, ეს არის სკოლიდან 5 დღით დათხოვნა. ეს გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლემ მაგალითად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვინმეს, ან ნარკოტიკული საშუალებით მივიდა სკოლაში.
10 დღემდე დათხოვნა, ფულის გამოძალვა, იარაღით სკოლაში მისვლა, სასარგებლო საქმიანობის დაკისრება. აი, რა ვიცი, თქვენ როგორ ფიქრობთ, შეიძლება რომ გამოყენებული იყოს შრომა სასჯელად? მომწერეთ ეს კომენტარებში. მე მგონია რომ არა, მაგრამ აი, ერთ-ერთი სკოლის შინაგან წესში ვნახე ესეთი ფორმულირებით ჩანაწერი. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს სკოლამ ბავშვისთვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება, თუ თვლიან, რომ ამით მოხდება მომავალში გამეორების პრევენცია. ალბათ ამ თემაზე მსჯელობა შეიძლება, მე მაინც მგონია, რომ შრომა სასჯელი არ შეიძლება რომ იყოს. რაც შეეხება გარიცხვასაც აქვს თავისი წესი, თუ მოსწავლის ქმედება განზრახ და არსებით ზიანს აყენებს სკოლის ინტერესებს, თუ საფრთხე ექმნება მოსწავლის ან მასწავლებლის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ საშუალო საფეხურიდან მოსწავლე გაირიცხოს სკოლიდან. მოკლედ, როგორც გითხარით, თუ მოსწავლე სამართალდარღვევას ჩაიდენს, ამ შემთხვევაში მანდატური ვალდებულია, რომ საქმე გადასცეს პოლიციას და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოხდება უკვე სასჯელის დაკისრება. ეხლა გეკითხებით, ეს ყველაფერი, რაც მე ჩამოვთვალე, არის კანონიერი, არის თავსებადი, როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, მაგალითად, ბავშვთა უფლებათა კოდექსთან, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობასთან და თავსებადია ბავშვთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო კონვენციასთან და ეხლა მინდა რომ გკითხოთ, მაინც თვლით რომ მოსწავლეს ყველაფრის უფლება აქვს? აი ნახეთ, რას წერენ კომენტარებში, არ ვიცი, პედაგოგები არიან თუ არა, მე ახლა ამას ვერ დავადგენ, მაგრამ კომენტარებს წაგიკითხავთ, მგონია რომ წარმოადგენენ პროფესიულ საზოგადოებას. პედაგოგი რომ უფლება აყრილია, არ გწოდნიათ. მასწავლებელს არაფრის უფლება არ გვაქვს. შენიშვნას ვერ მივცემთ ბავშვს. იმხელა უფლება მისცა ბავშვებს ხელისუფლებამ, რაიმე შენიშვნა რომ მისცეს უფროსმა დაიჭერენ. ვის მისცა ხელისუფლებამ რამე უფლება? ვინმეს მისცა რომ ბავშვებისთვის მიეცა? საყვედურის თქმა არ შეგვიძლია, ბოლოს ყველაფერი მასწავლებელს ბრალდება. თქვენ უცხო პლანეტიდან გვესაუბრებით. დიდი მადლობა. ბავშვს უნდა ჰქონდეს ყოფა-ქცევა. ცოდვაა მასწავლებელი გაუზრდელი ბავშვი ენას უტლიკინებს მასწავლებელს და უფლება არ აქვს, უკაცრავად არც ერთი სვენი ნიშანი არ წერია და მასწავლებელს უფლება არ აქვს რამე ჭკუა დაარიგოს, რამე უთხრას ერთ სიტყვის 10 სიქით უბრუნებს ბავშვი. პედაგოგი რომ უფლება აყრილია, ეს ახლა გაიგეთ? ვერც ბავშვს მისცემ შენიშვნას ენას დაგიტლიკინებს. ვერც მშობელს დააჯერებს შვილის უსაქციელობაში, აქეთ შემოგედავება. ხო, მოკლედ, აი ესეთი კომენტარი არის ძალიან ბევრი. ოღონდ აი ესეთი ხედვით, არც მასწავლებლის მდგომარეობა გამოსწორდება მეგობრებო და ბავშვების უფლებებიც გაუარესდება და საერთოდ ქვეყანა ჩაიძირება ისეთ ჭაობში, უბრალოდ კი იძირება ქვეყანა და აი ამ ესეთი გაუაზრებელი მოძრაობებით, უბრალოდ თქვენ დაეხმარებით, რომ უფრო ღრმად ჩავიდეს ჭაობში. იმიტომ რომ ბავშვის უფლებები წინააღმდეგობაში არ მოდის პედაგოგის უფლებებთან. ანუ ბავშვს უფლებას ვინმე კი არ აძლევს, ბავშვი რო იბადება, ანუ ადამიანი რო იბადება, მას უკვე აქვს უფლება. მთელი ცხოვრების განმავლობაში აქვს უფლება. და ესე არ არის, რომ ვიღაცას კარადაში აქვს შემოწყობილი ეს უფლებები და მაშინ არიგებს, როცა მას უნდა. არ არის ესეთი ფორმულირება არასწორი, ანუ საკითხეს ესე დასმა, რომ ბავშვებს ჩამოართვით უფლებები და ჩვენ მოგვეცით, ან პედაგოგებს გაგვიზარდეთ უფლებები, ანუ რისი უფლება გჭირდებათ? აი, რაც ახლა მე ჩამოვთვალე, ეს თქვენი უფლება არის, იყენებთ? აი, მაგალითად, ბავშვს როცა ტელეფონი უჭირავს გაკვეთილზე და TikTok-ში პირდაპირ ეთერში ერთვება, სადაც, რა ვიცი, მილიონი პედოფილი უწერს კომენტარს საშინელებას. თქვენ რეაგირებთ იმაზე, რომ ბავშვი გაკვეთილზე TikTok live-ში არ იყოს? უნდა მოახდინოთ რეაგირება. უნდა ჩართოთ საქმეში დისციპლინური კომიტეტი. უნდა დაიბაროთ მშობელი. აი, ამ შემთხვევაში მართლა უნდა დაიბაროთ მშობელი. და მასთან ერთად უნდა იმუშაოთ ამ პრობლემის გადაჭრაზე. არ ვიცი რის უფლებას ითხოვენ პედაგოგები, მაგრამ ყვირილი, ცემა, ბავშვის კუთხეში დაყენება, ამ უფლებას ვერავინ ვერ მოგცემთ. იმიტომ კი რომ ვინმე ცუდია, იმიტომ რომ ეს უფლება არ აქვს თავადაც, ან მაგალითად მშობელი, მე მშობლებთან მუშაობ და ბევრჯერ მომისმენია ესეთი ფრაზა, რომ მე ვაძლევ მასწავლებელს უფლებას, რომ ჩემ შვილს დაუყვიროს. ბოდიში, მაგრამ როგორ აძლევ? შენ გააქვს ამის უფლება, რომ იმას აძლევ?
ანუ თუ არ ვუყვირებთ ბავშვს, თუ არ დავაშინებთ, თუ არ შევარცხვენთ, ისე ვერ გავზრდით, ანუ საუბარი არ შეიძლება ახსნა ბავშვებთან არ შეიძლება, ანუ აუცილებელი არის მაინც და მაინც რაღაცა ძალადობრივი მეთოდები. როდის გაიგეთ ბოლოს, რომ ბავშვებთან ესეთი საინფორმაციო ტიპის შეხვედრა ჩატარდა? მე ძალიან იშვიათად მახსენდება, ისიც მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო განათლების პედაგოგებისგან, იმიტომ რომ მათი კურიკულუმი პირდაპირ ითვალისწინებს ამას. აი, სხვა საგნის მასწავლებლისგან, ადმინისტრაციისგან არ ვიცი, შეიძლება მე არ მაქვს ინფორმაცია და ხდება, მაგრამ მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მასწავლებელმა არც თვითონ იცის რა წერია კანონმდებლობაში. იმ ბერკეტებითაც კი ვერ სარგებლობს, რაც აქვს სინამდვილეში და რაც არავის არ აუკრძალავს. და მით უმეტეს კიდე ბავშვს ვერ აცნობს ამ ინფორმაციას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბავშვმა უნდა იცოდეს, რა შეიძლება და რა არ შეიძლება და თუ იმას გააკეთებს, რაც არ შეიძლება, რა მოჰყვება მერე ამას, რა შედეგი მოჰყვება. მაგრამ ნახეთ ჩვენ როგორ ვაგვარებთ პრობლემას, ცუდად იქცევა ბავშვი, დავიბარებთ მის მშობელს და ვეტყვით, რომ გადაიყვანე. ჩვენ მოვიცილებთ თავიდან, წავა მერე ეს ბავშვი სხვაგან და საერთოდ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ როგორ გავუშვით ხელიდან და როგორ გავაცდინეთ ის დრო, როცა ამ ბავშვისთვის უნდა ჩვენ გვესწავლებინა. ანუ ამოცანა დირექტორისთვის, მასწავლებლისთვის ის კი არ უნდა იყოს, რომ ბავშვი მოიშოროს თავიდან. ამოცანა უნდა იყოს ის, რომ როცა ბავშვს აქვს რთული ქცევა, დაეხმაროს მას ამ რთული ქცევის აღმოფხვრაში და გაუმჯობესებაში. იმიტომ რომ ეს ბავშვი არის ჩვენი საზოგადოების წევრი და ერთი სკოლიდან მეორეში შეიძლება გადავუშვათ, მაგრამ მას საზოგადოებისგან ხო ვერ მოუკვეთავთ. ის ხო ჩვენ საზოგადოება, ჩვენ ხო ძალიან პატარა ქვეყანა ვართ. ხო შენი ინტერესიც არის, რომ ეს ბავშვი იყოს კარგი მოქალაქე. და აი ჩვენ ზუსტად ამაში ვუშვებთ ძალიან დიდ შეცდომას, ავიღოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც სკოლა უნდა ასრულებდეს. და თავიდან კი არ მოვიშოროთ ბავშვი, რომელიც არ ღვევს წესრიგს. არამედ ვიმუშაოთ, დამხმარე სპეციალისტები მოვიზიდოთ, საჭიროების შემთხვევაში კვალიფიკაციაც ავიმაღლოთ და ბავშვი ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვი დადგეს სწორ გზაზე. იმიტომ რომ ეს ბავშვი, როგორც თქვით, ჩვენი სკოლიდან შეიძლება წავიდეს, მაგრამ ჩვენი საზოგადოებისგან არსად არ მიდის და საბოლოო ჯამში ეს საზოგადოება ამ ბავშვებისგან შედგება. მაგრამ ერთი რამ არ უნდა გამოგვჩეს რა, რომ მასწავლებელი რატო იძახის იმას, რომ მე აღარ მაქვს უფლება. იქნებ რამე სხვაში არის საქმე და არა იმაში, რასაც ახლა მე ვსაუბრობ. მასწავლებელი შეიძლება არის მარტო რთული ქცევის მოზარდთან და არ იცის რა გააკეთოს, მაგრამ ნახეთ, თუ მასწავლებელი რთული ქცევის მოზარდთან მარტოა და მან არ იცის რა უნდა გააკეთოს, თავისი ბრაზი მოზარდისკენ კი არ უნდა მიმართოს. უნდა მიმართოს იმ ორგანიზაციისკენ, რომელიც ასაქმებს და შრომის პირობებს არ უქმნის და არ ეხმარება. ანუ ბავშვის ბრალი კი არ არის ეს. ეს არის სისტემის ბრალი. სისტემის, რომელიც მასწავლებელს მარტო სტოვებს, უამრავ ბავშვთან ერთად, ხელცარიელს რესურსის გარეშე, მოძველებული ყაიდის საკლასო ოთახში, სადაც დაფის და ცარცის მეტი არაფერი არ არის. ან არის პრინტერი კარტრიჯის გარეშე, სადღაც დირექტორის კაბინეტში. ან არის პროექტორი, რომელიც ან მუშაობს ან არა, ან აქვს ხმა ან არა და ან მოუწევს რიგი ამ მასწავლებელს და ან არა. და მასწავლებელმა ეს აგრესია, რასაც მე როგორც ხედავ, ბავშვებისკენ აქვთ მიმართული, უნდა მიმართოს იმ სისტემისკენ, რომელიც არის მისი დამსაქმებელი და ეს არის განათლების სისტემა. ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს კომპეტენცია, რომ მინიმალურ სირთულეებს გაუმკლავდეს მოზარდებთან ურთიერთობაში. მეორე, მას უნდა ეგულებოდეს დამხმარე სპეციალისტები სკოლაში, მაგალითად, ქცევის მართვის თერაპევტის, ფსიქოლოგის, კარიერის დამგეგმავის სახით, რომლებიც დაეხმარებიან. მესამე, დირექტორს არ უნდა ეშინოდეს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში მოსწავლის გადამისამართების. არ უნდა ფიქრობდეს, რომ ეს მის სისუსტედ ითვლება, თუ ბავშვს ფსიქოლოგის მხარდაჭერა სჭირდება. მეოთხე, მოსწავლეს არ უნდა უხდებოდეს თვეობით რიგში დგომა იმისთვის, რომ მიიღოს ფსიქოსოციალური სერვისები, რაც არის სასწრაფო და გადაუდებელი ამ ბავშვისთვის. მეხუთე, ყველა სკოლაში უნდა იყოს
ადამიანების გუნდი, რომელიც რთული ქცევის მოზარდებთან მუშაობს, იმიტომ რომ სკოლა არ არის მარტო იმ ბავშვების, ვინც ზედმიწევნით იცავენ დისციპლინას, სკოლა ყველა ბავშვისთვის არის. და შესაბამისად სკოლა უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ მას მოუწევს ისე დესტრუქციული ქცევის მქონე მოზარდებთან ურთიერთობაც კი ეს სრულიად პროგნოზირებადია. და მესმის რომ ეს არ არის თქვა ჩვენ ესე ვაიმე რაღაც რთული ბავშვია, რთული ქცევა აქვს, უზრდელია, თავხედია, ვიძახით ამ ყველაფერს, მაგრამ ეს შეიძლება გარეშე ადამიანისთვის იყოს ესეთი, რომ ვაიმე ეს ბავშვი ესეთი როგორ გამოვიდა, თორე ადამიანები, რომლებიც სკოლაში მუშაობენ და ათასობით ბავშვი გადის მათ თვალწინ, მათ ეს უნდა იცოდნენ, რომ ზოგი ბავშვი ესეთია კი და მას მეტი ზრუნვა და მეტი რესურსი სჭირდება. და ეს რესურსი სადღაციდან სახელმწიფომ და სკოლამ უნდა მოიძიონ. მე როცა ვაყენებ ხოლმე საკითხს, ყოველთვის მეუბნებიან, რომ რესურსი არ არის, მაგალითად, ამდენი ფსიქოლოგი სად ყავს, რომ ყველა სკოლაში 2300-მდე სკოლა გვაქვს, ხო? და ყველა სკოლაში რომ ერთი ფსიქოლოგი იყოს, ამასაც კი ვერ ვახერხებთ. ოღონდ წლებია ეს წუწუნი გვესმის სისტემისგან, ხალხო. დათუნე სარალიძის მკვლელობიდან მე თუ არ ვწდები 8 წელი გავიდა და ვერაფერი ვერ ვისწავლეთ. ფსიქოლოგების 2 კურსის ნაკადი დაასრულებდა 8 წელში სწავლას. დროულად რომ მიიღო გადაწყვეტილება სკოლას და გაენაწილებინა ეს ხალხი სკოლებში სისტემას უკაცრავად და გაენაწილებინა ეს ხალხი სკოლებში სამუშაოდ. დღეს უკვე ყველა სკოლაში გვეყოლებოდა და ერთი კი არა, მეტი. მაგრამ ეხლა ნახეთ რა ხდება, დღეს გვეუბნებიან, რომ უმაღლეს განათლება აღარ არის, ვთქვათ, ისეთი აქტუალური და ყველა არ უნდა გახდეს სტუდენტი, ხო? და ჭარბი რაოდენობა ყავს სტუდენტებისო, დღეს გვეუბნებიან. და ჭარბი რაოდენობა კი არ ყავს, უნდა გავზარდოთ. უნდა გავზარდოთ სტუდენტების რაოდენობა განსაკუთრებით იმ პროფესიებში, რომლებიც გვჭირდება და აი ფსიქოლოგები გვჭირდება სკოლაში და არ ყავს. აი ამაზე უნდა ისაუბრონ მასწავლებლებმა ხმამაღლა. აი იმას უნდა გაუსვან ხაზი, რა ტიპის სპეციალისტების დეფიციტია სკოლაში და ვისი მხარდაჭერა სჭირდებათ და ეს უნდა მოითხოვონ ერთობლივად სისტემისგან. გვაქვს სისტემა, რომელსაც ვუხდით უზარმაზარ თანხას, რომელსაც აქვს თავისი დამტკიცებული სტრატეგიული გეგმები, აქვს თავისი ბიუჯეტი და ზუსტად ამ საერთო შეთანხმებულ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს და ყველაზე მოკლე გზა შედეგზე გასასვლელად ეს არის სისტემური ნაბიჯების გადადგმა. თორე უბრალოდ დროს დავკარგავთ იმაში, რომ რაღაცა ვლანძღოთ ერთმანეთი მშობლებმა და მასწავლებლებმა და ხა მე პირადად ამაში მონაწილეობა არ მინდა. მე ის მირჩევნია, რომ ვითანამშრომლოთ, უბრალოდ კარგად ვიცოდეთ თითოეულმა რა არის ჩვენი როლი და პასუხისმგებლობა და თუ ბავშვები დღეს ცუდად იქცევიან, ამაშიც ჩვენ რა დავაშავეთ და რა გამოვა დავაშავეთ იმდენად, რომ თვით გვემას მივეცეთ, არა, იმიტომ რომ გამოვასწოროთ ეს, რომ დავეხმაროთ ჩვენ თავსაც. ჩვენ შულსაც და ჩვენ ქვეყანასაც საბოლოო ჯამში. გამიგრძელდა სიტყვა, თუმცა ეს საკითხი მე ძალიან მაწუხებს, გულწრფელად გეტყვით და მგონია რომ დღეს არის ყველაზე აქტუალური ვიდრე ოდესმე ყოფილა, ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადავდგათ ძალიან ქმედითი ნაბიჯები ყველამ. მეგობრებო, არ დაიზაროთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, ამით თქვენც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან სიახლეს გაიგებთ ჩემგან და ასევე მე დამეხმარებით რომ გავაგრძელო ეს საქმიანობა და ვიმუშაო უფრო და უფრო საინტერესოდ აქტუალურ თემებზე მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის. და ბოლოს მადლობა მინდა ვუთხრა Full Frames, ჩემს მხარდამჭერს Production Studios, რომელიც რეგულარულად ზრუნავს ჩემი ვიდეოს ტექნიკურ გამართულობაზე. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.